დებით იყოს უფრო მისაღები მგზავრებისთვის და ფასები ცოტა დაიწევა ამ რეისზე, ამ სიხშირეებზე. ხო, მაგრამ ორჯერ მეტი შემოსავალი თუ კი არსებობს ესეთი მგზავრები და მოთხოვნა არის, ხომ უკეთესი იქნებოდა, აი რაშია, თქვათ ეს დავის საგანი მაინც იქნება აგვიხსნათ. ალბათ ისრაელის მხარესაც აწყობს თუ კი არის მომხმარებელი, რომ შეასრულოს ეს რეისები. რა თქმა უნდა, ალბათ არის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს კომპანია აერზენა, მას აქვს თავისი არჩევანი, თუ როგორ ემუშაოს პარტნერ კომპანიებს, მან აირჩია, რომ იყოს გადამზიდავი თვითონ მარტო კოდში არის გააუქმა აერზენაის არკიასთან. კეთილი გასაგებია, ამ კითხვაზე ფაქტობრივად თქვენ. როგორია სატრანსპორტო ადმინისტრაციის დამოკიდებულება თქვენსა და ებრაულ კომპანიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე? ჩვენ უკვე შევიტანეთ ლიცენზიაზე განაცხადი, ველოდებით პასუხს, როგორც კი მივიღებთ დადებით პასუხს, ჩვენ საათ ვართ რეისები განახორციელოთ. და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, იმიტომ რომ 1 წლის წინ, როდესაც თქვენ სტუმრობდით ბიზნეს კურიერს, მაშინ საუბრობდით თბილისის აეროპორტის დაზიანებულ ასაფრენ ბილიკზე და იმ პრობლემებზე, რომელიც თურქულ კომპანიასთან ადმინისტრირებისას იქმნებოდა. დღეს ამ თემაზე უკვე მთავრობაც ხმამაღლა საუბრობს. ხომ არ ქმნის ეს დაძაბულობას თვითონ აეროპორტში და ვთქვათ ავიაკომპანიებს ხომ არ უშლის ეს მუშაობაში? რა პროცესები მიდის ახლა? ავიაკომპანიისთვის მხოლოდ და მხოლოდ აისახება ფინანსური სახით ჩვენ იმის შემდეგ რაც შემოვიდა ახალი თურქული კომპანია ფასები აიწია ჩვენ ვცდილობთ ეს არავსახოთ ბილეთის ტარიფზე და რაც შეეხება ასაფრენ ბილიკს შედარებით ჩვენ უფრო გვიჯდება ძვირი ტექნიკური მომსახურება უფრო მალე ვწდება ჩვენი თუნდაც საბურავები რომელიც არ შეიმჩნევა სხვა აეროპორტებში შედარებით უფრო დაალაგებული არის ხაზები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ რომ კაპიტალის ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სააგენტო GBC-ის ინტერნეტ გვერდზე gbc.g ორშაბათამდე გემშვიდობებით. ისე რომ დაგველოდეთ, დაგვიყურეთ, გვისმინეთ ან მოგძებნეთ ინტერნეტში სასიამოვნო უქმე დღეებს გისურვებთ. ნახვამდის. პროექტის გენერალური სპონსორია სახალხო ბანკი. ეთერს წარმოგიდგენთ ბაგრატიონი. 1 იანვრამდე ბაგრატიონის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება პაატა ბურჭულაძის ფონდში იავნანა. დაეხმარე ბავშვებს ბაგრატიონთან ერთად. ავერსის მსოფლიო დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო გთავაზობთ ნერმოს და ნერმოპლუს. თავისუფალ მოძრაობას დაგიბრუნებთ ნერმო და ნერმოპლუსი. შიცის, ტუბერკულიოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი წარმოგიდგენთ. 1 დეკემბერი შიცთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ერთ ჩვენერ დღეს ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო. სადღეისოდ მსოფლიოში შიცით ინფიცირებულია 41 მილიონზე მეტი ადამიანი. ყოველწლიურად იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი საქართველოში. მით უმეტესად არასწორად ცხოვრობ და არასწორი საქციელია დგახარ საშიშროების წინაშე. ღმერთი ამ ჩვენი არასწორად გაგებული თავისუფლებისთვის ძალიან მკაცრად გსჯის. მსოფლიო ყოველ 1 დეკემბერს შიცთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს როცა ხედავ რომ აი ვიღაცას ვეცოდები რა. მეცოდება რა თქმა უნდა. ეს ხალხი იგნორირებულია ყველასაგან. დავიყოთ ჰუმანურები და დაუდგეთ ასეთ ადამიანებს გვერდში. ეკლესია არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი უნდა მოვიდეს, ვისაც ტკივა. მე არა ვარ საზოგადოებისთვის საშიში. შიცი განაჩენი არ არის. ნახეთ შაბათს 1 დეკემბერს მზის საღამოს ეთერში. საერთოდ ჩვენ არ ვიღვიძებთ ჩვენს ბანკზე ფიქრით, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ. სასიამოვნო დილისგან მიღებულ სიხარულს. ცვლილებებისა და სიახლეებისადმი სწრაფვას. სიმშვიდეს, როცა ყველაფერი კარგად მიდის.
ჩვენ ვიყვარს გემრიელი სადილი. და სტუმრების გემრიელად გამასპინძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიძინებთ ფიქრით, რომ TBC ბანკის კლიენტები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიცით, ჩემს გვერდით ჩემი ბანკია, TBC ბანკი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა შეიცვალა სახელი და ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით. აკრედიტირებული. აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი. გაიხსნა მეორე ხინკლის სახლი კოსტავას 68-ში ტელევიზიის გვერდით. თქვენთვის კარგად ნაცნობი ქართული სამზარეულო და უგემრიელესი ხინკალი. მობრძანდით, დაისვენეთ, ისიამოვნეთ. ხინკლის სახლი 2 კოსტავას 68-ში. 15-დან 30 დეკემბრამდე კონსერვატორიის დიდი დარბაზი წარმოგიდგენთ მეათე საერთაშორისო ფესტივალ სახალხო მუსიკალური შეხვედრები. მონაწილეობენ ნატალია გუტმანი, ალენ პლანესი, პიტერ დონოჰიუ, მარიკა გულურდავა, ხატია ბუნიათიშვილი და სახელმწიფო კვარტეტი, არე ლატიკი, ფოლკლორული ანსამბლები ბასიანი ნამთიები, ჯაზის ქართული შემსრულებლები, კონსერვატორიის იუბილარები. ბილეთები და აბონემენტები იყიდება 1 დეკემბრიდან დიდი დარბაზის სალაროში. ეხინასალი, ხველის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი მცენარეული სიროფი. ეხინასალის ოფიციალური დისტრიბუტორი ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. თბილისი, ჩვენი ქალაქის ლუდი. მელერი, ირისი და შოკოლადი. მელერის დროა. ეხინასალი, ხველის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი მცენარეული სიროფი. ეხინასალის ოფიციალური დისტრიბუტორი ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა შეიცვალა სახელი და ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით. აკრედიტირებული. აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი. ლუდი, ყაზბეგი, გახსენი. 15-დან 30 დეკემბრამდე კონსერვატორიის დიდი დარბაზი წარმოგიდგენთ მეათე საერთაშორისო ფესტივალ სახალხო მუსიკალური შეხვედრები. მონაწილეობენ ნატალია გუტმანი, ალენ პლანესი, პიტერ დონოჰიუ, მარიკა გულურდავა, ხატია ბუნიათიშვილი და სახელმწიფო კვარტეტი, არე ლატიკი, ფოლკლორული ანსამბლები ბასიანი ნამთიები, ჯაზის ქართული შემსრულებლები, კონსერვატორიის იუბილარები. ბილეთები და აბონემენტები იყიდება 1 დეკემბრიდან დიდი დარბაზის სალაროში. გაიხსნა მეორე ხინკლის სახლი კოსტავას 68-ში ტელევიზიის გვერდით. თქვენთვის კარგად ნაცნობი ქართული სამზარეულო და უგემრიელესი ხინკალი. მობრძანდით, დაისვენეთ, ისიამოვნეთ. ხინკლის სახლი 2 კოსტავას 68-ში. მელერი, ირისი და შოკოლადი. მელერის დროა. განუმეორებელი ხარისხი, განუმეორებელი გემო, მინიმალური ძალის ხმევა, მაქსიმალური სიამოვნება. ჩაი მარიამი, საუკეთესო არჩევანი. ლუდი, ყაზბეგი, გახსენი. თბილისი, ჩვენი ქალაქის ლუდი. აირჩიე, გახსენი და ისიამოვნე. ლუდი ობოლონი, შენი საუკეთესო არჩევანი. განუმეორებელი ხარისხი, განუმეორებელი გემო, მინიმალური ძალის ხმევა, მაქსიმალური სიამოვნება. ჩაი მარიამი, საუკეთესო არჩევანი. პირველად საქართველოში ავეჯის სახლის ავარძელი გთავაზობ. ხის, ტყავისა და მეტალის ელეგანტურ ავეჯს, ბინისა და ოფისისათვის, სასტუმროს, კაფე-ბარის და რესტორნისათვის. სავარძელი ისიამოვნეთ კომფორტით.
საომშვიდობის რუსეთის სათათბირო კოკოითის მიმართვა სიხილავს. ცხინვალი რუს კანონმდებლებს სეპარატისტული რეგიონის აღიარებას თხოვს. დეპუტატები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. პარალელურად კი თბილისის ცენტრალური მოედნის სკვერში შოუ ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ. მომღერლები წინა საარჩევნო მარათონში აქტიურად ჩაერთნენ. მზერაში 22 საათზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძე, ლექსენი მალხაზ-ხრიუიშვილი, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი ავთანდილ მარგიანი. მზერაში თქვენ ნახავთ. კრემლში კოკოითის მიმართვა მიიღეს წერილი სათათბიროსაც გადაეგზავნა. ძველ თხოვნას კოკოითი დღეს ოფიციალურ ფორმას აძლევს. Мы уверены, что эти обращения последние, они будут рассмотрены. წინასაარჩევნო მარათონის მიუხედავად კოკოითის მიმართვაზე დებატები სათათბიროში მაინც გაიმართა. То, что в Южной Осетии такие настроения существуют давно, я полагаю, что в этом есть вина и грузинского руководства. Почему Южная Осетия так стремительно и так последовательно много лет пытается интегрироваться в Российскую Федерацию. კოკოითის ძველი მეგობარი ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების სქემაზე საუბრობს სერგეი ბაბურინის აზრით მოლაპარაკებები ჯერ დიპლომატიურ წრეებში უნდა გაიმართოს. То, что вопрос о признании дипломатических отношений и установлении дипломатических отношений России, Южной Осетии, России, Абхазии, этот вопрос назрел, для меня несомненно. რუსეთის სათათბირო კოკოითის ინიციატივას 15 თებერვლის შემდეგ განახლებული შემადგენლობით განიხილავს. 30 ნოემბერი მზერაში 22 საათზე. ჩვენი სტუდიაში სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძესთან ერთად ბრუნდებით. საღამომშვიდობის ბატონ დავით. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. პირველი შეკითხვაც, კოკოითი აღიარებას ითხოვს მან მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არა მარტო რუსეთს. რას აპირებს ქართული მხარე? მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კოკოითის წერილი წარმოადგენს ისეთი მასშტაბის მოვლენას ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ამას სჭირდება სპეციალური რეაგირება. ეს არის ალბათ უფრო ქარიშხალი ერთ ჭიქა წყალში და მე ნამდვილად არ მგონია, რომ ბატონი კოკოითი ბრძანდება ის პიროვნება, ვის ერთ წერილსაც შეუძლია შეცვალოს საერთაშორისო სამართალი, შეცვალოს დიდი საერთაშორისო პოლიტიკა და დაიწყოს ისეთი პროცესები, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დასრულდება. თუმცა ასე არ ფიქრობს ლუბოვსკა და არც ბაბურინი ეს ლისკა ამბობს, რომ თუ კოკოითი ითხოვს აღიარებას, ალბათ პრობლემები უნდა ვეძებოთ საქართველოშიო. იქვე ბაბურინი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ ფაქტს და უნდა განიხილონ დიპლომატებმა. Ну, ბატონ ბაბურინს რამდენად აქვს რაიმე ფაქტის მიმართ სერიოზულად მოკიდების უნარი ეს თვითონ მის ინდისზე იყოს და მე მის კომენტირებას და მისი ტიპის პოლიტიკოსების კომენტირებას არ ვაპირებ, რაც შეეხება ქალბატონს ლისკას, როდესაც ის საუბრობს, რომ სამხრეთ ოსეთი მიისწრაფვის რუსეთისკენ, მე მას შეუსწორებ და არის ძალიან პრინციპული განსხვავება რუსეთისკენ მიისწრაფვის, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის მოყვანილი და დასმული რუსეთის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სამხრეთ ოსეთის ცხინვალის პოლიტიკურ ხელისუფლებაში თანამდებობების აბსოლუტური უმეტესობა უკავიათ ადამიანებს, ვინც არიან რუსეთის მოქალაქეები და ვინც უკანასკნელ მომენტამდე და ზოგიერთი მათგანი დღესაც კი მსახურობს რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურებში, როგორც არის თავდაცვის სამინისტრო, როგორც არის ფედერალური სადაზვერვო ბიურო, საგარეო დაზვერვის სამსახური და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ბუნებრივია ისწრაფიან რუსეთისკენ, იმიტომ რომ რუსეთი მართლაც არის მათი სამშობლო და ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ მთელი ამ წლების მანძილზე. ხა, როდესაც 2 წლის წინ სამხრეთ ოსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ჩამოიყვანეს, მას წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო სამხრეთ ოსეთი და ბუნებრივია, რომ მას უნდა ისევ დაბრუნდეს რუსეთში, ოღონდ ამჯერად სამხრეთ ოსეთთან ერთად, მაგრამ ეს არის პრინციპულად განსხვავებული მოვლენა და ეს არ არის სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულება, ეს არ არის ოსი ხალხის დამოკიდებულება, რაც შეეხება იმას, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში. თქვენ კარგად ხედავთ, რომ უკანასკნელი 1 წლის მანძილზე რეგიონში გაჩნდა სრულიად ახალი ძალა და დღეს რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით თითქმის ნახევარი უკვე ღიად აცხადებს, რომ ის თავის მომავალს ხედავს მხოლოდ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. ხოლო დარჩენილი მეორე ნახევრისთვის ამის არ გაცხადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს არა რაიმე სიმპათია ბატონი კოკოითის ან რუსეთის მიმართ, არამედ ელემენტარული შიშის და ტერორის ფაქტორი, რომელიც დღეს გამეფებულია ცხინვალში ნებისმიერი სხვაგვარად მოაზროვნის მიმართ. თუმცა ალბათ იმ დარჩენილ მეორე ნახევარზეც საჭირო არის გარკვეული ტიპის ზემოქმედება, გინდათ ეს PR აქციები იყოს, გინდათ სხვა სახის რაიმე აქციები, რომ სწორედ ის საზოგადოება მათ კონდეთ სურვილი საქართველოსთან შემოერთების, რადგან ეს თუ შეიძლება ასე ვთქვათ, კოზირი დღემდე აქვს კოკოითს, რომ მეორე ნახევარი მაინც მის აზრზე არის დარჩენილი და კიდევ ერთი, როგორ მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრელი კომისიის მუშაობა, იმიტომ რომ რეგიონის სტატუსის განსაზღვრელი მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით და ჩვენს უმთავრეს სამიზნეს ამ სიტყვის კარგი გაგებით წარმოადგენს სწორედ ის მოსახლეობა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ცხოვრობს კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ფაქტორი თქვენ თავად ახსენეთ, ეს არის სახელმწიფო კომისია, რომელიც მუშაობს სტატუსზე და ამ კომისიის ამოცანაა სწორედ დაანახოს ყველა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რეგიონში, რომ მათი მომავალი საქართველოს სახელმწიფოში იქნება დაცული, რომ მათი უფლებები იქნება დაცული და მათი შვილების მომავალი იქნება დაცული, უსაფრთხო და ღირსეული. გარდა ამისა არის ძალიან ბევრი სხვა ღონისძიება, რომელსაც უკანასკნელი 1 წლის მანძილზე როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგილობრივი ადმინისტრაცია, ბატონი სანაკოევის ადმინისტრაცია მიმართავს. და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ცხინვალის რეგიონში გვაქვს პოზიტიური დინამიკა. შეეხება სტატუსს, ჩამოყალიბდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სტატუსთან დაკავშირებით? ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი და ეს არის სწორედ ჩვენთვის პრინციპული მომენტი. ჩვენ არ ვაპირებთ შევქნათ დოკუმენტი, რომელსაც რამდენიმე იურისტი ან პოლიტიკოსი დაწერს თბილისში და შემდეგ ჩაიტანს რეგიონში და ეტყვის, აი ეს არის თქვენი სტატუსი. ჩვენ გვინდა შევქნათ დოკუმენტი, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ვაძლევთ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, იქ მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მონაწილეობა მიიღოს ამ სტატუსის შემუშავებაში და მთავარი არის სწორედ ის, რომ საბოლოო დოკუმენტი, საბოლოო სტატუსი იქნება თავიდანვე გაზიარებული და მიღებული რეგიონის მოსახლეობის მხრიდან. აი ეს არის მთავარი ღირებულება სწორედ ამ კომისიის და ეს არ გახლავთ ისეთი ტიპის კომისია, როდესაც რამდენიმე მაღალკვალიფიციური ბიუროკრატი იკრიბება კაბინეტში და წერს დოკუმენტს ვიღაცის სახელით ან ვინმეს მაგივრად. სურვილის შემთხვევაში კოკოის თუ მიაღებინებთ მონაწილეობას? ამის თაობაზე ჩვენ თავიდანვე გავაცხადეთ, იყო შეთავაზება როგორც ღიად, იყო შეთავაზება ასევე სამუშაო არხებით, იყო შეთავაზება გაგზავნილი ჩემი ოფისიდანაც, გახმოვანდა ეს რამდენჯერმე, ანუ ჩვენი პრინციპი ამ შემთხვევაში მდგომარეობდა არა იმაში, რომ ვინმე გაგვემიჯნა ამ პროცესიდან. გასაგებია, რომ არანაირი პიროვნული სიმპათია არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კოკოითის მიმართ, მაგრამ თუ კოკოითი იტყვის, რომ ის მზად არის გახდეს მოლაპარაკებების ნაწილი, ის მზად არის დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებად და მაგიდასთან და რეალურად კონფლიქტი გადავჭრათ, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მასთანაც. ეს თავიდანვე ძალიან ღიად განვაცხადეთ, ჩვენ მოვიწვიეთ კოკოითიც, ჩვენ მოვიწვიეთ რუსეთის ფედერაციაც, ჩვენ მოვიწვიეთ ჩრდილო-ოსური საზოგადოების, ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადოების წარმომადგენლებიც და ჩვენ მოვიწვიეთ, როდესაც მე ვსაუბრობ ყველა ადამიანზე, მე არ გულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკვე ლოიალურია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. მე გულისხმობ ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს. თუმცა სამწუხაროდ დღეს ის პერიოდია, როდესაც კოკოითი არ არის მოლაპარაკებისათვის მზად. აი ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება რას აპირებს? აპირებს დაელოდოს მანამ სანამ კოკოითი გადაწყვეტს მოლაპარაკებაში ჩართვას თუ თავად გადაწყვეტს ამ საკითხს? არა, იცით ხა კოკოითის გაკეთილშობილების მოლოდინი ალბათ ძალიან ხანგრძლივი და უპერსპექტივო იქნება, ამიტომ ძირითადი ცვლილებები, რომელიც უკანასკნელი 1 წლის მანძილზე მოხდა რეგიონში, უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენ შევძელით სამშვიდობო პროცესი გამოგვეყვანა კოკოითის ბრძოლობიდან. 2007 წლის დასაწყისამდე კოკოითს ჰქონდა მონოპოლიზირებული უფლება, ესაუბრა სამხრეთ ოსეთის სახელით, ესაუბრა ოსი ხალხის სახელით და რეალურად ჩაეშალა სამშვიდობო პროცესი. ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ ჰქონდა ცხინვალში უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, არის სწორედ ის, რომ დღეს კოკოითი ვეღარ საუბრობს რეგიონის სახელით, რეალურად ვეღარ საუბრობს მოსახლეობის სახელით, იმიტომ რომ რეგიონის ტერიტორიის ნახევარი და მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეს უკვე ღიად აცხადებს, რომ მათ სურთ მოლაპარაკება ქართულ მხარესთან. აი ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც დღეს თუმცა კოკოითი კვლავ რჩება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეთ. საფრთხეებზე იყო ამ დღეებში საუბარი, რომ მოსალოდნელია გარდამავალ პერიოდში გარკვეული საფრთხეების შექმნა როგორც ცხინვალის მხრიდან, ასევე აფხაზეთის მხრიდან. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? ამ მომენტისთვის მე ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული საფრთხეების ალბათობა არსებობს, თუმცა ბუნებრივია კონფლიქტი და რისკი ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია. გარდა ამისა არის იმის ობიექტური წინაპირობა, რომ ჩვენმა არაკეთილი სურველებმა, როგორც სეპარატისტულ ხელისუფლებების სახით, ასევე ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალების სახით, ჩათვალონ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს დღეს არის ფოკუსირებული შიდა პოლიტიკაზე, იმის გამო, რომ საქართველოს დღეს არის ფოკუსირებული საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არის ძალიან მწვავე ფორმით გამოხატული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და პრობლემები, მათ დაუდგათ ხელსაყრელი ჟამი მოქმედებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ვერ უპასუხებს ადეკვატურად კონფლიქტის ზონებში წარმოქმნილ საფრთხებს. აი ეს განწყობა მათ არ უნდა ქონდეთ და ამისთვის ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ეს განწყობა არ ქონდეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ
გამოწვევას კონფლიქტის ზონაში უპასუხებს ზუსტად ისე, როგორც უპასუხებდა 2 თვის წინ, ან როგორც უპასუხებს 2 თვის შემდეგ. ერთ-ერთი გამოწვევა ალბათ ისიც არის, რომ არჩევნები ტარდება, როგორც ცხინვალში, ასევე აფხაზეთში. რუსეთის სათათბიროს არჩევნები და ამას დააყოლეს რუსმა დეპუტატებმა ისიც, რომ ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას ნებართვას, ჩვენ უბრალოდ ისინი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას ამ ტერიტორიაზე. დიახ, ეს განმეორდები კიდევ ერთხელ ის რაც ბევრჯერ ითქვა, ეს არჩევნები არის სრულიად უკანონო, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეულია პროცედურა, რომელიც არსებობს ასეთი არჩევნებისთვის, არის პროცედურა ძალიან მარტივი, ქვეყანას, რომელსაც უნდა საარჩევნო უბნის გახსნა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ითხოვს ნებართვას და ნებართვის მიღების შემთხვევაში ხსნის უბანს. ზუსტად ასე მოიქცა რუსეთი, ოღონდ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში, მათი საელჩოს შენობაში. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მათ ნებართვის გარეშე გახსნეს ეს უბნები. ნებართვის მიმღები სახელმწიფოს ნებართვის გარეშე უბნები არის არალეგიტიმური, არის უკანონო და იქ ჩატარებული არჩევნების შედეგები არის უკანონო. ეს არალეგიტიმურია საქართველოსთვის, მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ფორმა, რომელიც მე მოგახსენეთ, შეთანხმების ორ სახელმწიფოს შორის საარჩევნო უბნების გახსნაზე, ეს არ არის ქართული კანონმდებლობა, ეს არის საერთაშორისო სამართალში მიღებული ფორმა და პროცედურა, რომლითაც ერთი სუვერენული სახელმწიფო იღებს თანხმობას მეორე სუვერენული სახელმწიფოსგან მის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე. ანუ ეს არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. კიდევ ერთი გამოწვევა იყო ის, რომ ჩაბანი არ მიდის. დიახ, ეს შეგვიძლია გრძელი ჯაჭვი ჩამოვთვალოთ ესეთი გამოწვევების, თავხედური გამოწვევების ვიტყოდი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ პასუხობთ იმას, რომ ჯერ ერთ-ერთი ამ ეტაპზე გამოვიყენებთ ბუნებრივია იმას, რაც ჩვენ ხელთ არის, ჩვენ ხელთ არის დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ზემოქმედების გზები. ბუნებრივია ჩვენ არ შეგვიძლია რომ ფიზიკურად დავხუროთ თქვა საარჩევნო უბანი, რომელიც არის გუდაუთაში ან ცხინვალში, ჩვენ არ შეგვიძლია ფიზიკურად დავაკავოთ ჩაბანი, რომელიც იმალება სადღაც სოხუმში ან გუდაუთაში, მაგრამ არსებობს მეორე დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზემოქმედების გზები, რომელსაც ჩვენ ყველას ვიყენებთ. და გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც და ერთი ფორმატი, სადაც ჩვენ შევეცდებით, რომ ასეთი გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მწარე და მაღალი ფასის მატარებელი იყოს ჩვენი რუსი კოლეგებისთვის. იცით თქვენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემოდგომაზე გაეროში ოფიციალურად გაჟღერდა ინიციატივა, რომ დაიწყოს სამშვიდობო ფორმატის გადახედვის პროცესი. ამაზე ჩვენ უკვე მუშაობთ რამდენიმე თვეა ძალიან ინტენსიურად და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი გადადგმული რუსეთის მხრიდან გამოიყენება ჩვენ მიერ როგორც არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ იქნება რუსეთი ნეიტრალური შუამავალი და რატომ უნდა შეიცვალოს ნებისმიერი სამშვიდობო ფორმატი, რომელიც აგებულია იმ სქემაზე, რომ რუსეთი მოქმედებს როგორც ობიექტური და ნეიტრალური შუამავალი. აი ამ პროცესში ჩვენ ნამდვილად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მაღალი პოლიტიკური ფასი გადავახტევიოთ რუსეთს ყველა იმ თავხედური გამოწვევისთვის, რომელსაც ის გვიყენებს თქვენ მიერ დასახელებული ნაბიჯების სახით. და ბოლოს ბატონო დავით, რამდენად იმოქმედებს საერთაშორისო წნეხი რუსეთზე, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ლავროვის დღევანდელ გამოსვლას, მან ეუთო გააკრიტიკა. საკმაოდ მკაცრად. დიახ, და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი ძალიან ასე ვთქვათ, არა კონსტრუქციულ და გამოწვევით ნაბიჯებს გას თუნდაც იგივე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გახდა უკვე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა, ვინაიდან რუსეთი დღეს დემონსტრატიულად არჩევს დინების წინააღმდეგ ცურვას და დემონსტრატიულად ყველა შესაძლებლობის გამოყენებით ცდილობს აჩვენოს საკუთარი ძალა სწორედ იმით, რომ გამოწვევებს, მუდმივ გამოწვევებს უგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას. გარკვეული კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩვენთვის კარგია, რომ არსებობდეს მხოლოდ ქართულ-რუსული პრობლემა, რომ არსებობდეს მხოლოდ საქართველო, რომელიც არის რუსული პოლიტიკის ფოკუსში და პრობლემაში, მაშინ შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა, რომ ეს ქართველების ბრალია. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული პოლიტიკა პრობლემას უქმნის ყველა სახელმწიფოს, რომელიც მის საზღვრის პერიმეტრთან არის, ბელორუსსაც კი და ამას ძალიან დიდი მონდომება და მოხერხება ჭირდება, რომ ბელორუსის დღევანდელი ლიდერისგან შეიქმნა საკუთარი მტერი. როდესაც რუსეთი საფრთხეს უქმნის და გამოწვევას უქმნის არა მხოლოდ მის მეზობლებს, არამედ უკვე დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს, თუნდაც იგივე უკანონო გადაფრენების სახით, თუნდაც იმის სახით, რაც მოხდა დიდ ბრიტანეთში, თუნდაც ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლის სახით,
თუნდაც ეუთოს მწვავე კრიტიკით, თუნდაც მუდმივი კრიტიკით ამერიკელების მისამართით, როდესაც რუსეთი ყველას მიმართ ასე იქცევა, მაშინ საერთო განწყობა არის უკვე აბსოლუტურად გასაგები, რომ ის რაც ხდება ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, ეს არ არის საქართველოს ბრალი, ეს არ შეიძლება იყოს საქართველოს ბრალი და რუსეთი არის ყველასთვის ერთი დიდი საერთო პრობლემა. აი, ასეთი მიდგომის პირობებში საქართველო გადადის უკვე ფაქტიურად იმ ბანაკში, რასაც ქვია საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ ხდებით საერთო პრობლემის მოგვარების ნაწილი. ამიტომ ასეთი საქციელით მე ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ საბოლოოდ და უფრო აქტიურად და უფრო სწრაფად გადავინაცვლოთ ევროპულ ბანაკში. დიდი მადლობა ბატონო დავით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ამ ფონზე კი საქართველოში წინა საარჩევნო მარათონი მიმდინარეობს, კანდიდატები გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ავთო მარგიანი დაგველოდეთ. საერთოდ ჩვენ არ ვიღვიძებთ ჩვენს ბანკზე ფიქრით, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ. სასიამოვნო დილისგან მიღებულ სიხარულს. ცვლილებებისა და სიახლეებისადმი სწრაფვას. სიმშვიდეს, როცა ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ვიყვარს გემრიელი სადილი. და სტუმრების გემრიელად გამასპინძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიძინებთ ფიქრით, რომ TBC ბანკის კლიენტები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიცით, ჩემს გვერდით ჩემი ბანკია, TBC ბანკი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ხილის კრემიანი ვაფლი. შოკოლადის სარკალით. თეთრი შოკოლადის ზოლებით. ეს არის ყველაზე მხიარული შოკოლადის წყვილენოტი მაქსი. საჩუქრები გლობალ ერთისგან გრძელდება. დარეგისტრირდით ნომერზე 81808, ისაუბრეთ დაბალი ტარიფებით და ყოველი 1 წუთის საუბრის შემდეგ საჩუქრად მიიღეთ 10 წამი უფასო სასაუბრო დრო. გლობალ 1818, წარმატებული კავშირი. წყლისა და მზის სხივების ზემოქმედებისგან თქვენი თმა კარგავს ფერს. ახალი ფრუქტის იმდგრადი ფერი ხილის აქტიური კონცენტრატით. იცავს ფერს წყლისგან. იცავს ფერს მზისგან. ახალი ფრუქტის იმდგრადი ფერი. იზრუნე შენს თავზე. გარნიე. შეღებილი თმის სრულყოფილი აღდგენისთვის ახალი ნიღაბი ფრუქტის იმდგრადი ფერი. სიახლე მფლობები. გაიხსნა მეორე ხინკლის სახლი კოსტავას 68-ში ტელევიზიის გვერდით. თქვენთვის კარგად ნაცნობი ქართული სამზარეულო და უგემრიელესი ხინკალი. მობრძანდით, დაისვენეთ, ისიამოვნეთ. ხინკლის სახლი 2 კოსტავას 68-ში. დაიწყე ახალი წლისთვის მზადება. შეიძინე სათამაშო თაგვები, საახალწლო აქსესუარები და ნებისმიერი ზომის ფინური და მანათობელი დიზაინის ნათვისხე. ყველაზე იაფად თბილისში, სავაჭრო ცენტრ მორკინალის მიმდებარე ტერიტორია. გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს. გასინჯეთ კებო გვილის ხაფარია დღესასწაული მათთვის ვისთვისაც ცხოვრება დღესასწაულია. ოქტავია. როგორც იზმარი შოლენისაგან. გამარჯობა, მე ცენტრპოინტის დირექტორი ვარ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს კლიენტებს ყოველწლიურად საახალწლოდ უამრავ საჩუქარს ვუკეთებთ ხოლმე. წელსაც ყველა ვინც 1 დეკემბრიდან 19 იანვრამდე შეიძენს ფართ ცენტრპოინტში, აუცილებლად მიიღებს საჩუქარს. განსაკუთრებულ მყიდველებს განსაკუთრებული საჩუქრები დამფუძნებლებისაგან. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. ცენტრპოინტი ჯგუფი. 3 დეკემბერი ფილარმონიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ტელემარათონი ძალა ერთობაშია. დევიზი შიდსი განაჩენი არ არის. გენერალური სპონსორები: ავერსი, სასკო. ყურადღებით. რამდენიმე წუთში ეთერში გავხარ. დაგმართ. სიჩუმე დარბაზში. ეთერში ვარ. უჭის ოლსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც დისკომფორტს გიქმნით. უჭის წვისა და გულძმარვის დასამარცხებლად გამოიყენეთ მაალოქს. მაალოქსის სწრაფად გიშველით.
Samsung-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპიუტერული კომპანია Alta. სარეცხი მხნელი რამისი 5 მიზეზი კარგი განწყობისთვის. ენზიმებით გამდიდრებული ახალი ფორმულის წყალობით რამისი აცილებს პრობლემურ ლაქებსაც კი. ეს 1. ბრწყინვალე დათეთრებს და არაზიანებს ქსოვილს. ეს 2. რამისი ახალი ანტიკოროზიული ეფექტით საიმედოდ იცავს თქვენს მანქანას. რეკომენდებულია წამყვანი ფირმების სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად. ეს 3. რამისი თეთრეულს ანიჭებს ლიმნის ნაზარომაც. ეს 4. და ბრწყინვალე ფასი. ეს 5. სარეცხი მხნელი რამისი სისუფთავის გარანტია 5-იანზე. აირჩიე, გახსენი და ისიამოვნე. ლუდი ობოლონი, შენი საუკეთესო არჩევანი. ბაგრატიონი 125 წლიანი ტრადიცია. ყელი გტკივათ. ნეოანგინი ჩააქრობს ხანძარს თქვენს ხელში. ნეოანგინის ოფიციალური დისტრიბუტორი ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. თბილისი, ჩვენი ქალაქის ლუდი. გაინტერესებთ რის შესახებ საუბრობენ ეს ადამიანები? რკინის დეფიციტის და ანემიის შესახებ, რომელსაც ტოტემა გადაჭრის. ტოტემა არგებს ყველას, ორსულებს, სპორტსმენებს, ბავშვებს. ტოტემა ეს არის ძალა. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში PSP ჯგუფი. ავერსის მსოფლიო დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო გთავაზობთ ნერმოს და ნერმოპლუს. მოპლიუსი. ლუდი, ასპეგი, გახსენი. საჩენდება ბიღების მოქმედებით არის ავტოსადგომი აქვს სართულიანია დაგამწვანება გადახდის გრაფიკი მაღალჭერიანია რამდენი სადარბაზოა და ფასდაკლება დიდი ბინებია ფანჯრიდან მამაზი ხედია ალო გამარჯობა 001 ჩვენი ტელეფონია ცენტრ პოინტი ჯგუფი ზედმეტი ტელეფონი, ზედმეტი პრობლემა. დუოსი. ელიტელის მაღაზიათა ქსელში. მალე. გაემგზავრეთ ერთი ჩანტით. ახლა კი? საჩუქრები ხომ უნდა ჩამომეტანა. მაისური შვილისთვის, აჯიკა მეუღლისთვის. აჯიკა. ჩემი ბიჭის მაისურზეც კი. ეს ლოსკის საქმეა. ლოსკი გაძლიერებული აქტიური ბიოენერგიით ქსოვილს შიგნიდან აცილებს ისეთ ჩამჯდარ ჭუჭხსაც კი, როგორიც აჯიკის ლაქებია. ის რაც სუფთაა შიგნით, სუფთაა გარედანაც. აბსოლუტურად სუფთაა. წარმოგიდგენია, ყველაფერი აჯიკაში იყო, მაგრამ ლოსკმა გადამარჩინა. არის ლოსკი, არ არის ლაკა. მოვალისი, დაგავიწყებთ სახსრების ტკივილს. მხოლოდ 1 ტაბლეტი დღეში. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. ორთაჭალის ვარსკვლავი ოლიმპიური ვარსკვლავისაგან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კულუას პირველში. ორთაჭალის ვარსკვლავი საქართველოსთვის მიწვეული გამარჯვება. ეთერში პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან ავთანდილ მარგიანთან ერთად ვრუნდებით საღამოშიდოვის ბატონ ავთანდილ. გამარჯობათ პატრონებას. ჩვენ ბატონ ავთანდილ საუბრობდით სულ რამდენიმე წუთის წინ პრობლემებზე, რომელიც არის შექმნილი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. რამდენადაც მე ვიცი, თქვენ პროგრამაში გაქვთ გაწერილი სწორედ ეს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება 1 წელიწადში. როგორ აპირებთ ამას? ხო, ჩვენ პოლიტიკური კავშირი ერთიანი საქართველოს გუნდს მიგვაჩნია, რომ მეტი დრო არ დაჭირდება მაგას. ეს მაქსიმუმ 1 წელიწადში ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვედით, გარანტიას ვაძლევთ ჩვენს ერს, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ. აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას ერთიან საქართველოში. როგორ ბატონო ავთო, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მათ მოუნდებათ თქვენთან თანაცხოვრება? არა, დარწმუნებული მარტო კი არ ვართ და ძალიან დაჯერებული ვართ. ვინ არის თქვენი გუნდი? იმიტომ ეს ჩვენ ვიცით ეს პრობლემა. პრობლემა ვიცით ეს არის ხელოვნურად შექმნილი, ჩვენი ბრალიც არის, იმათი ბრალიც არის, რუსეთის ბრალიც არის, მაგრამ არის იმ არეულობის პერიოდის ბრალი, რომელსაც ვერ აკონტროლებდა ვერავინ და საბჭოთა დაშლის შემდეგ ყველა რო იტყვიან ცალ-ცალკე იწევდა განზე და ჩვენ ძმობაში, რა თქმა უნდა, აფხაზებთან და ოსებთან
ბევრი ის გაერია შუაში, შავი კატა. თუმცა სწორედ ამ პერიოდში თქვენ იყავით ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე ბატონო. ხო, მე ვიყავი, მაგრამ მე უკვე მოვედი მაშინ როცა დაკარგული იყო. თუმცა ალბათ შეიძლებოდა მოლაპარაკება თუ გქონდათ ეს კავშირი. შეიძლებოდა, მაგრამ ბატონ ედვარდს რაღაცა აი ახლა ამ ჭკვიან კაცს მე ვენდობოდი და ახლაც ვენდობი და მე მეგონა რომ მოაგვარებდი ეგ და მე მქონდა ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან და 4ჯერ მათმა შემოგთავაზეს თანადგომა დახმარების ხელი და ვერ მივიღეთ რაღაც ჩვენ. იქ სამხედრო ჩარევა იყო საჭირო, ოფიციალურად ჩვენ უნდა გამოგვეცხადები ეგ. პირველად გრაჩოვი ჩამოვიდა 92 წლის სანამ დაიწყებოდა ეს კონფლიქტი. და ვერ მიიღეს რა, ჩართვალეს რომ ეს ოკუპაცია არისო. მეორეჯერ ისევ გრაჩოვმა სადა ვიდრე სოხუმი დაეცემოდა, შეხვედრა ჰქონდათ ბატონ ედვარდს და მის მინისტრებს ადლერში. და იქაც ძალიან ესეთი მე გეტყოდით ძალიან ამჩატებულად ჩაიარა ამ საკითხმა და ერთ კვირაში დაეცას. გრაჩოვი ჩავიდა მოსკოვში და უთხრა გენშტაბის უფროსს გამოაცხადე რომ ჩვენ აღარ ვეხმარებით მაგას და გამოვიდა გენშტაბის უფროსი მიხეილ კალესნიკოვი და სოხუმი დაეცემა ერთ კვირაში. მე მოსკოვში ვიყავ. ჩამოუფრინდი მე ოჩამჩილეში. ახლა ხელმძღვანელია. და ოჩამჩილეში რაზმები რაღაც შევკრიბეს სვანეთიდან იქიდან, მაგრამ გვიან იყო უკვე ყველაფერი. ბოლოს ჩვენ გამოვედით 29 სექტემბერს. შემდეგ კიდე სცადეს. ფლოტი მოგცეს მაგათმა ჩვენ. რუსეთმა შავი ზღვის რომ იმის მეშვეობით დაგვებრუნები აფხაზეთი, ბალტინის ფლოტი. და ისიც ვერ გამოვიყენეთ. ახლა ეს დიდი თემა არ არის, მაგრამ დრო უნდა ამას და თუ აწი როდის მე ამ თემაზე თქვენ დაინტერესდებით, მოვალმე და დავუჯდეთ ყველაფერი. ახლა როგორ არის? უკაცრავად ბატონო. მეოთხეჯერ სასაზღვრო ჯარების სარდალი ბატონ ედვარდთან შევიყვანით მე და ვალერი ჩხეიძემ და ის დაინტერესებული იყო ძალიან, იმიტომ რომ სომხეთის, აზერბაიჯანის ფაქტორი, რომ მეო გავანთავისუფლებ ყველაფერს, გაგიწმინდავთ გზასო და რკინიგზას აღვადგენო და ბატონ ედვარდმა უთხრა რომ მაშინო ჯერო დევნილები დაბრუნდენო და იმან თქვა დევნილები მერე დააბრუნეთ ეგ თქვენი საქმე. ესე იგი მე ახლაც ამჯერა ბატონ ედვარდის მე არ ვეფერები მაგას. შეიძლება მაგას ატყვილებდნენ და ღალატობდნენ ის დიდი გუნდი, რომელსაც სოფლიოს გლობალიზაციის მამები ქვია. მე მაინც ამას ფიქრობ. რაღაც ნავთობთან არის მე მგონი დაკავშირი. ჩეჩნეთზე რო არ გაიაროს, აფხაზეთზე რო არ გაეულა იმ დიდ ნავთობებს, შეიძლება ახლა მე ეჭვებიც მაქვს, მაგრამ აი 60 მილიარდი ტონა ყაზახეთიდან და ბაქო ჯეიჰანით რომელიც უნდა წავიდეს, ეს დიდი საქმეა. $1 ტრილიონამდე იგებს ტრანსპორტირებაში მარტო ვისიც იქნება და ხო ჩეჩენმა ვერ გაუგო რუსს და ქართველმა აფხაზს. იქ ურევია ძალიან ბინძური ფულის საქმე. ან თქვენ თვლით რომ მაშინდელი მთავრობა მოატყუეს? მოატყვილეს ბატონ ედვარდს უღალატეს. მე ვიზახი, იმიტომ ბატონ ედვარდს მე ვერასდროს ვერ დავაბრალებ, რომ იმან გაყიდა სამშობლო, გამორიცხულია. რაც შეეხება დღევანდელ თქვენ გუნდს, იქ შევარდნაძის პერიოდის მთავრობის წევრებიც არიან რამდენადაც ვიცი, ვინ არიან ისინი? ხო, დღეს რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, კაი ცნობილი ჟურნალისტი შემხვდა და როცა გავაცანი რომ რა გუნდით ვაპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას, რომ ჩვენ თუ აგვირჩევენ, ახლა მე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ მიმზადებოდი, მაგრამ ახან შემოვიდა ეს საკითხი, უკვე განზედგომა არ შეიძლება. ხედავდე უსამართლობას და არ ჩაირევს, იგი მონაწილე ხარ. დღეს საქართველოში უსამართლობის ზეიმია. და აი ყველაზე კარგად შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ, რომ მოსახლეობა დავრაზმოთ კარგად არჩევნებისათვის, რომ მართლაც ერთხელ და სამუდამოდ სულგზელობა გამოიჩინოს, არაფერსზე არ წახარბდეს და მისცეს თავის შვილების და თავის ერის. თუმცა ბატონო ავთანდილ, აი ჩრდილოვანი კაბინეტი სავარაუდო, რომელიც თქვენ გაქვთ ჩამოწერილი, არის სწორედ იმ ხალხით დაკომპლექტებული, ვინც ამა თუ იმ დროს იყვნენ მთავრობაში. ეს მეორედ შემოbrunება, იმიტომ რომ პირველად ერთხელ როდესაც ისინი იყვნენ მთავრობაში, არაფერი შეცვლილა ჩვენთვის. არა, როგორ არის ახლა? მე ახლა თქვენ არ მოგაყენებთ შეურაცხყოფას სავით გამომივა, იმიტომ რომ გავახსენო ახლა ხალხს ვისი შვილი და შვილიშვილი ხართ, თქვენი უკვდავი ოჯახი იცის და განსაკუთრებით მამა თქვენმაც ვინ არიან ესენი. ახლა რა არის? ედვარდ შევარდნაძეს შეცდომები ეს არის ზუსტად რომ გაახალგაზრდობა მოინდომა ნაადრევად მთავრობის. ახლა დავით იაკობიძის მოადგილედ რომ მაგას მოეყვანა ჭკუასელი, იმისთანა მინისტრი შეიძლება დღეს არ ვინაგვი. მოიყვანა პირდაპირ დასვა ჭკუასელი მინისტრად. დავით იაკობიძეს უშვებ შენ.
ნოდარ ჯავახიშვილს იმიდან თავრობიდან და მოკავს პატარა ბავშვები. ეგ ეთყობა იქიდან გლობალიზაციის პროგრამაში შედის, რომ ერისა და ქვეყნის დაპყრობის და დამონების პროგრამაში და ედუარდმა ეს ვერ გაიგვეტყვა. როგორ შეიძლება მე ვინც ვყავს ახლა პეტრე ჩხეიძეს ვინ მეაჯობებს საგარეო საქმეთა მინისტრად? დათო იაკობიძეს ფინანსთა მინისტრად, დავით თევზაძე, ვალერი ჩხეიძე, თუნდაც აი გადავიდეთ იმ დიდ კომპანიებზე, როგორიც არის ნავთობის გია რო არის ჭანტურია, მისი მოადგილე ირაკლი ქელბაქიანი, ამათ მააწყვეს ეს. ან თქვენ ამ გუნდს მეორე შანსს აძლევთ, რომ აძლევთ მეორე შანსს, იმიტომ რომ თუ ჩვენი თაობა არ მოვიდა ხელისუფლებაში, დაღუპულია მაშინ ქვეყანა ჩვენს და ჩვენ თავისთავად და ყველაფერი. ბატონო ავთო, თქვენ ხართ ნეიტრალიტეტის მომხრე, რამდენადაც ვიცი. დიახ, ნეიტრალიტეტის მომხრე. რუსეთთან ძმობა, მეგობრობა, ნათესაობა, მაგრამ ნეიტრალიტეტი. რადგანაც რუსეთსაც არაფერი არ ინტერესებს ჩვენი. არავით არ ჯარსის არ გააჩერებს აქ, არაფერი არ უნდა ჩვენი, არც ბორჯომი, არც მანდარინი, არც ზღვა, ოღონდ სხვა ჯარები არ შემოვიდეს, უცხო რომ რუსეთს ალყა არ შემოარტყა. თუმცა ბატონო ავთანდილო, ნეიტრალიტეტმა ერთხელ უკვე მიგვიყვანა გეორგიევსკის ტრაქტატამდე. გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაგვარჩინა ჩვენ და ილია ჭავჭავაძე 100 წლის თავზე ზუსტად ამას წერს. ილია ჭავჭავაძე ერის მამა რომ აი რამ გადაგვარჩინა რუსის ჯარის 100 წლის თავი შემოსვლით. და ბოლოს რა არის თქვენი წამყვანი წინასაარჩევნო კამპანიისას? რაზე აკეთებ ძირითად აქცენტს? ეს 7 პუნქტი რომელიც თქვენ წაიკითხეთ. ერთ წელწადში ჩვენ ესე იგი იმ პრობლემას ვაგვარებთ, საშუალო ხელფასებს უთანასწორებთ იმ საარსებო მინიმუმს, დატაცებულ ქონებას, ეროვნულ ქონებას, იმის დაბრუნებას ვაწყებინებთ ყველას, ჩემგან დავიწყოთ. იმიტომ რომ დატაცებულია მთელი საქართველო არის გაყიდული თავის მიწიანად. სამშობლო მიწაა. აღორძინებას ვიწყებთ აგროკომპლექსის და საერთოდ ეკონომიკის და განსაკუთრებით რა არის? მოტყუებული მიანაბრების თანხების გასტუმრებას ვიწყებთ. ჩვენ გვინდა 6 თვიდან 1 წლამდე. ახლა მოდიან ეს პარტიები. საჭილის მონელების სოდნა კუთხს ვერ გააძღობს, ბატონო, კუთხზე კარგად არავინ არ იცის რა. ვაებოდიან ამ პროგრამას დაგპირდებიან ზესიურ სამოთხეს და მერე გვიტოვებიან ჯოჯოხეთს და ჩვენ მოვითხოვთ რას? ჩემო რეზო. პატრიარქის თვალწინ დადოს კანდიდატმა პრეზიდენტობის ფიცი, რომ ჯერ ამას და ამას შეასრულებს. თუ ვერ შეასრულებს, ვადაზე ადრე გადადგება. და თქვენ პირობას დებთ, რომ წელიწად ნახევარში დანაკლები არა, წელიწად ნახევარი, ნახევარი წლიდან 1 წლამდე ამ საკითხებს ვაგვარებთ ჩვენ ყველაფერს. და მეორე, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მივაღწევთ ამას, რომ შევიტანოთ სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლი ხალხის მოტყუილებისათვის, სახელმწიფო მოხელისაგან და თანამდებობის პირისაგან. აი სანამ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ქართველი ხალხი ასეთ რომ იტყვიან, აი ბურუსში იქნება პოლიტიკაში. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ, წარმატებას გისურვებთ. აბა იცოცხლე, დიდი მადლობა თქვენს და მზესავით ყოფილიყოს მზერა. დიდი მადლობა. პირველი ლექსი მე უძღვენი იმას თუ გახსოვთ. დიახ, მახსოვს. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, შემოხაზეთ 5 ნომერი 10 დეკემბრიდან მომღერლები კონცერტებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ლექსენი, მალხაზ ქრივიშვილი, მარინა ბერიცა. ნათელფერებში Samsung-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპიუტერული კომპანია Alta. გადაცემის სპონსორია ახალი Opel Antara. ისიამოვნეთ ინოვაციით. კვირას 11 საათი და 45 წუთი. საიმედო ავტოს დროა ზეზე. მუხად წყაროში გამართული რალი, ანუ აღმართის დაძლევა ავტომობილით. გადაცემის სპონსორია ახალი Opel Antara. ისიამოვნეთ ინოვაციით. შიცის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი წარმოგიდგენთ. 1 დეკემბერი შიცთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ერთ შენიერ დღეს ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო. სადღეისოდ მსოფლიოში შიცით ინფიცირებულია 41 მილიონზე მეტი ადამიანი.
ყოველწლიურად იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი საქართველოში. მით უმეტეს არასწორად ცხოვრობ და არასწორი საქციელია დგახარ საშიშროების წინაშე. ღმერთი ამ ჩვენი არასწორად გაგებული თავისუფლებისთვის ძალიან მკაცრად გსჯის. სოფლიო ყოველ 1 დეკემბერს შიდსთა ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს როცა ხედავ რომ აი ვიღაცას ვეცოდები რა. მეცოდება რა თქმა უნდა. ეს ხალხი იგნორირებულია ყველასაგან. და ვიყოთ ჰუმანურები და დაუდგეთ ასეთ ადამიანებს გვერდში. ეკლესია არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი უნდა მოვიდეს ვისაც ტკივა. მე არა ვარ საზოგადოებისთვის საშიში. შიცი განაჩენი არ არის. ნახეთ შაბათს 1 დეკემბერს მზის საღამოს ეთერში. საარჩევნო კამპანიაში ესტრადის ვარსკვლავებიც ერთვებიან. პუშკინის სახელობის სკვერში შეკრებილებმა საკუთარი პოზიცია ღია დააფიქსირეს. შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პიარ აქციას დაიწყებენ ლოზუნგით ჩვენ გვიყვარს საქართველო. შემოხაზავთ 5-ს. 10 დეკემბრიდან მომღერლები კონცერტებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ. ყველას აქვს შეცდომები. როგორ სააკაშვილსაც ხომ აქვს რაღაც შეცდომები, მაგრამ ისეთი შეცდომები გამოსწორდება, გამოსასწორებელია და ამიტომ რა ვქნა, სადაც ჩემი ხალხია, მეც იქ ვდგევარ. ეს ადამიანები, ვინც აქ შევიკრიბეთ, უბრალოდ მხარს უჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც არის 5 ნომრის ნიშნით, ეს არის მიშა სააკაშვილი, რომელსაც ყველა ერთხმად უჭერთ მხარს. და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ და ჩვენი აზრი ესეთი ერთობლივია, გაერთიანებული და გვინდა შევატყობინოთ ყველას ის ფაქტი, რომ ჩვენ გვიყვარს საქართველო და ჩვენ შემოვხაზავთ 5-იანს. ჩვენ სტუდიაში ლექსენთან და მალხაზ ქრივიშვილთან ერთად ბრუნდებით საღამომშვიდობის ბატონები. გამარჯობა. საღამომშვიდობის. პირველ რიგში ლექსო, რატომ გადაწყვიტეთ რომ მხარი დაგიჭირეთ მიხეილ სააკაშვილისათვის? საიდან გაჩნდა ეს იდეა, ვის დაება და ანუ ვინ შეაკავშირა ეს ხალხი და რამდენი ხართ? ასე გადაწყვეტილებას რაც ეხება ეს, ვიცი, ახლა გადაწყვეტილება ცოტა ისეთი რაღაც უხეშად ჟღერს ალბათ ვიტყოდი ახლა. წინა არჩევნებზეც მე მივედი და მიშას მივეცი ხმა და ეხლაც სიტუაცია მოიტანა და გადაწყვეტილება მოდის იქიდან, რომ ეს ღირებულებები, რა ღირებულებებითაც როგორც იქნა ერთხელ და სამუდამოდ დაიწყო ამ ქვეყნის შენება და ნელ-ნელა პროგრესი და შევატყეთ რომ მართლა სიკეთისკენ მივდივართ, ეს არის მიზეზი ამ გადაწყვეტილების. ეს არის სწორი კურსი და სწორი გეზი. რაც ეხება ახლა თავმოყრას, მე ძალიან გამიხარდა დღეს მალხაზიც იყო იქ და აი ამდენი ადამიანის, ამდენი საზოგადოების მოღვაწის ერთად თავმოყრა რომ მოხდა. არ ძალიან ბევრი დღეს 70 მომღერალია მე როგორც ვიცი. თითქმის ყველა მეორე 70 მომღერალია და ერთი ასოციკაცია ალბათ ამ საარჩევნო კომპანიაში. და ყველაზე მეტად სასიხარულო ის იყო რომ ეს ძალიან მე ბევრი მათგანი არც ვიცნობდი პირველად ვნახე დღეს იქ ეს ბუნებრივად ესე ერთსულოვნად აი ესე აღმოჩნდით ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულები და ეს ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და ძალიან დიდი წარმატებული ნაბიჯის რომ აი საზოგადოება დაინახავს რომ ეს ადამიანები თავიანთ აზრს აფიქსირებენ აი ეს. მალხაზ უნდა იყო ამ კონცერტების წამყვანი ხომ რამდენადაც ვიცი? თანაწამყვანი მაია დათუნაშვილი. დიახ, მაია დათუნაშვილი წარუძღვება ამ საღამოს ამ შესანიშნავ ქალბატონთან ერთად მე პირველად მომიხდება რომ წარუძღვე ასეთ საპასუხისმგებლო კონცერტიც არ მინდა რომ დავარქვა ეს იქნება აი ხარდასაჭერი აქცია კონცერტი აქცია შოუ აი ეს არ იქნება აი არ გაისმება არანაირი მოწოდებები იქ არ იქნება არ მიეცემ ამას უფრო კონცერტის სახე არამედ თითოეული მომღერალი დააფიქსირებს სიმღერით თავის აზრს იმიტომ რომ ის პროფესიონალია, ის თავისი საქმის პროფესიონალია და ეს მისი საქმე არის ხალხის. ანუ იქნება ერთი ნომერი სიმღერის და შემდეგ მოწოდება რომ ხმა მიეცით ამ კანდიდატს თუ როგორ. აი მაგალითად მე მახსოვს როგორ იქცეოდა ბარბარა სტრეიზანდი, როდესაც იყო ბილ კლინტონის არჩევნები, ის აშკარად უჭერდა ბილ კლინტონს მხარს და სწორედ თავის დაბადების დღეს, როდესაც ის იხდიდა კარნეგი ჰოლში, მან აშკარად თქვა რომ არავინ არ მოხვიდეთ თუ არ უჭერთ ბილ კლინტონს მხარს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოდით ჩემთან, ჩემს მოსასმენად, ჩემს დაბადების დღეზე თუ ბილ კლინტონის მხარდამჭერები ხართ, თქვენ შემთხვევაში როგორ იქნება ეს ფორმა? ნუ ეს ასეთი ფორმა მიღებულია მსოფლიოში და თუ ჩვენ აღებული გვაქვს გეზი და ვზივართ იმ მსოფლიო მატარებელში, სადაც
აღშენებლობისთვის ვიღწვით ყველანი ჩვენ. მე მგონი ყველაფერი წავა იქითკენ, რომ რა თქმა უნდა დაუჭიროთ 5 ნომერს ხარი. ეს ჩვენი მოსაზრება, ეს ჩემი მოსაზრება, პირადად ყველა ადამიანს, ყოველ თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, რომ დააფიქსიროს თავისი აზრი. მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და მეც ის პროფესიას ვემსახურები, რომელიც ხალხისთვის არის და რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა მივაყენოთ ხალხშეურაცხყოფა და არ უნდა დავაბნიოთ და პირიქით უნდა მოვეფეროთ. მე მგონი ეხლა არის ერთადერთი და აუცილებელი, რომ ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ავაშენოთ. ეხლა ჭირდება თანადგომა, მე მგონი, საქართველოს. თუმეტეს ისე როგორც არასდროს. რა შეეხება სწორედ პროფესიას, ლექსო მუსიკოსები ხშირად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას გამოხატავენ რეპერებიც, მაგრამ მთელ მსოფლიოში როგორც წესი რეპერები არიან ანტი-სახელმწიფო ძალა. ისინი არიან ყველაფრის ანტი იმ საზოგადოების, რომელშიც ცხოვრობენ, ანტი-ხელისუფლების. ჭეშმარიტი რეპერი იყო ასეც ამერიკაში, რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ციხეში ერთხელ მაინც ნამყოფი და მას უნდა ქონდა პროტესტი ყველაფრისადმი, რაც კი ხდება ქვეყანაში. შენ დღეს ხშირად გამოდიხარ ხოლმე იმ თავყრილობებზე, რომელიც ეწყობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. როგორ ხდება ეს? როგორ ურთავსებ რეპერობას და მთავრობას ერთმანეთთან? გეტყვი, მშვენივრად პირველი რაც ეხება, მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს წარმატებული და გამარჯვებული და არ მინდა რომ თუმცა შენ ხარ რეპერი. არ მინდა რომ დაჩაჩანაკებულ ქვეყანაში ვცხოვრობდე. მაგრამ პირველ რიგში მე მოქალაქე ვარ ჩემი ქვეყნის და მე რეპერი, ასე რომ მე უნდა ვიყოს რომ ყოფილი მოქალაქე, აი ეს ვალდებულება მაქვს მე. ხა რაც ეხება რაც თქვენ თქვით ეს ძველი სტერეოტიპებია, რომელიც აბსოლუტურად აღარ მნიშვნელობს დღესდღეობით თანამედროვე სოფლიოს თანამედროვე დროს, იმიტომ რომ ის ადრე რო ესე უნდა ყოფილიყო და ადრე რეპერები მღეროდნენ ცეცხლიენთოდ და ყუთიდან ამოდიოდა და ისე, მაგრამ დღეს ყველაზე პოლიტიკოსებს ეს იყო ნამდვილი რეპი, ასე ამბობენ ამერიკაში. არა, ყველაფერი განიცდის განვითარება სამყაროში რა, ადამიანი იბადება, იზრდება, ვითარდება და ნუ ბოლოს მე სამწუხაროდ კვდება, ცოცხალი არავინ არ რჩებით. ესე ვითარდება ყველაფერი იწყებს დახვეწას და განვითარებას, იქაც განვითარდა, მაგრამ აი ბოლო პერიოდებში მე გეტყვი ერთ-ერთი ცნობილი ასევე Timbaland, რომელსაც არაერთი სერიოზული რეპერი შექმნა და არა მარტო რეპერი და იგივე რაღაცა სხვა ჟანრის წარმომადგენლები, იგივე ჰილარი კლინტონის მეუღლის კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული, მოუწოდებდა და იქ ძალიან ბევრი რეპერი. ანუ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს აბსოლუტურად მიღებული, ამაში არაფერი არ არის დასაძრახი და არაფერი არ არის ცუდი. მით უმეტეს თუ კიდევ ამ უფრო ქვეყნისთვის აკეთებ შენ კარგ საქმეს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ეს ჩვენი ხალხია და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მომავალი იყოს გათვლილი და წარმატებული. ამიტომ ვალდებულები ვართ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. მალხაც რა შეეხება თქვენს კოლეგებს? რუსთაველის თეატრში არ არის ერთი აზრი და ბუნებრივია არც უნდა იყოს. როგორ თანაცხოვრობთ ერთად? სხვა აზრის მქონე ხალხი. ისიც რა შეასაქმე? ყოველთვის ჩვენ ისეთ ქართ ცეცხლებში გამოვიარეთ და ხშირად გქონდა კამათი პოლიტიკაზე, ჩვენ ცოტა პოლიტიზირებული ადამიანები გავხდით და ყველას თავისი აზრი აქვს და ხანდახან გვიკამათია როგორც მეგობრებს, ეს აუცილებელიც არის რომ ვიკამათოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. პირიქით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ გვაკავშირებს ბავშვობა, როცა არ გვაკავშირებდეს, ჩვენ ვართ ქართველები და თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და თითქმის ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართ და ერთმანეთთან ბრძოლას ჯობია რომ ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ რა. ეს ერთმანეთთან ბრძოლა აღარ დამთავრდა და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დამთავრდეს ბრძოლა. რა თქმა უნდა, პრობლემები ძალიან ბევრია და ეს გაჭირვება, სიღარიბე, მაგრამ ბევრი უმუშევარია კი, მაგრამ მე მგონი მივდივარ ამახ იბრძვით. ბატონო? თქვენ იბრძვით, ხართ ამ შემთხვევაში პროპაგანდის ნაწილი. იცით რა, მე რაღაცნაირად ეს რევოლუციური ან რაღაც ესეთი ანთებული არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის აი ხა რაღაცნაირად მივხვდი რომ სახში ჯდომას და ნეიტრალურის დაჭერა არ არის რა სწორი, მე მგონი, იმიტომ რომ მე მგონი რაღაც ბეწვის ხიდზე გავდივართ, ეხლა უყურებ სოფლიოში რაც ხდება და ბევრი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. რაღაც ძალიან დიდი შემოტევები გვაქვს, როგორც ქვეყნის გარეთ მტრები ყავს, ასე ქვეყნის შიგნით ხდება არეულობა, უნდათ ყოველ შემთხვევაში რომ შეიქმნას, როგორც ჩანს და უყურებთ ამას და მე ვფიქრობ, რომ
ძალიან დიდ ბრძოლებს გაუძლო მიხეილ სააკაშვილმა და ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა. ბოდიშვიხთი ამას რო ვიძახი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტზე, მაგრამ ასეა. და მე ვფიქრობ, რომ კარგი კურსი აქვს. ერთობ კარგი კურსი აღებული და ჯერა, რა ვქნა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ესე ჯერა რომ რაღაცა იქნება კარგი, იქნება სამუშაო ადგილები, იქნება აღმავლობა და ასე შემდეგ. ხო, მე მგონი ვაშენებთ. გინდათ რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. რაც შეეხება უშუალოდ კონცერტებს, როდიდან დაიწყება კონცერტები, სად იქნება პირველი და შემდეგ რომელ ქალაქებს მოიცავს? კონცერტები მე მგონი ახლა თუ არ ვწდები ზუსტად, იმიტომ რომ კიდე რაღაცებს ვფიქრობთ, ვანაცვლებთ, დაიწყება 15-დან. ალბათ პირველი იქნება საგარეჯო და შემდეგ უკვე პერიოდულად კიდე სხვადასხვა ქალაქები. ახლა ზუსტად არ ვიცი რა, მოყვება ყველაფერი. თბილისის თითქმის ყველა რაიონს მოიცავს და მე პირველიდან სადღაც 10 დეკემბრამდე იქნება ეს აქცია თბილისში. მაგრამ რა მინდა ვთქვა, წეგან შენ ახსენე რომ აი ესე ჩვენ არავის არ ყრავთ ხელს, იმიტომ რომ ეს ხალხი ჩვენი ხალხია და უბრალოდ ჩვენი მიზანი აი დაუშვათ ახსენე წეგან იქ სიმღერის მერე რა. სიმღერის მერე ის რომ ჩვენ გვაქვს ახლა აქტიური ურთიერთობა, ზოგს ავტოგრაფი უნდა, ზოგს სურათი უნდა და ძალიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი მოქალაქეებია, ჩვენი ძმები და დები, ზოგს არასწორი ინფორმაცია აქვს და ზოგს კი არ ძალიან ბევრს და ჩვენ უბრალოდ ამ ზოგს ჩვენს აზრს ვეთქვით, გაიგებენ ისინი სწორ ინფორმაციას, რომელია სწორი, რომელია არასწორი. მათ შეექმნათ ობიექტური არჩევანის საშუალება, ანუ არა რომ რაღაცა ზევიდან თავს მოხვეული რაღაცა. და აქედან გამომდინარე ის თვითონ გამოვიდა, მე დასკვნეს თურმე რა ყოფილა, თურმე სად ყოფილა, ეს არის მეტი არ. ლექსო, არ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება უკური აქცია გამოიწვიოს იმან თუ შენ გამოჩნდები ასეთ კონცერტებზე. იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, შენი თაყვანის მცემლები ძირითადად გარკვეული კატეგორიის, გარკვეული ასაკის ადამიანები არიან და ანუ როგორც წესი 30 ზემოთ ადამიანები არ უსმენდებს. არა, გეტყვი რომ უსმენენ, იმიტომ რომ დღეს აქციაზე აი გაოგნებულები იყავით, მოდიოდნენ ძალიან ბევრი და ასაკი გავიგე იქიდან რომ ქალბატონი მათქვის რომ პენსიონერები ვართო და ყველა დიდი სიამოვნებით თქვენს გვერდით ვართ და ეს ძალიან დიდი ნერვია იყო, რაც დღეს მოვისმინეთ ჩვენ იქ. მაგრამ არ გეთანხმები, იმიტომ რომ თვითონ ეს ფორმა იყო არასწორი და ეს გაგება, ეს გააზრება, რომ აი მომღერალი და რატო არ უნდა იყოს. ეს იყო არასწორი, ესეც იმ ძველი დროის გადმონაშთია, რომელიც დაუშვათ გაიგებოდა არასწორად. იმიტომ რომ შოთა რუსთაველიც ერთ დროს კარის პოეტი მწერალ თითულებოდა და გენიოსი იყო, ხო და დღეს შოთა რუსთაველს თაობები იზრდებიან. ანუ ეს ფორმა არასწორია და ესეც უნდა გადავიაროთ რამენაირად. მე არ ვფიქრობ, რომ ხალხმა ეს უნდა მიიღოს არასწორად, იმიტომ რომ მე თუ მაქვს უფლება, რომ მე უნდა მივიდე და ვალდებულია როგორც მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმა ხო უნდა მივცე, ხო უნდა დავაფიქსირო ხმა. მე ხო იქ არ მივიდივარ როგორც შემსრულებელი, მე მინდა როგორც მოქალაქე, მე არჩევანს ვაკეთებ და მივიდივარ. მაშინ რატო არ მქონდეს უფლება, რომ საჯაროდ გავაკეთო, იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება. და ამ ყველაფერს ვათანხმებ მე შემოქმედებასთან ერთად და ხალხმა პირიქით ეს უნდა მიიღოს კარგად და დადებითად. საჯაროდ გაკეთებული არჩევანის შემდეგ ფიქრობ თუ არა, რომ ეს თქვენს პოპულარობას შენს ძენს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას, ანუ უფრო მეტი ფანატები გაგიშდებათ? არა, მე არასდროს რატომ ზედმეტი არასოდეს არის? არასდროს არ ვიბრძოდი იმისთვის, რომ პოპულარული ყოფილიყავი. ეს გამოიწვია სახელმწიფოები როგორც წესი ამისთვის იბრძვიან, მაგრამ არ აღიარებენ ხოლმე. ეს თავისთავად ხდება ხოლმე, ეს უბრალოდ იმ გმირმა გაიმარჯვა, ანუ ის გმირი აღიარეს და მოწონს. შეიძლება ბევრსაც არ მოწონს, ეს არ არის არაუშავს, ეს ხდება ხოლმე. ესე რომ შეიძლება ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს, ეს განსხვავებული აზრები არსებობს, ვიღაცა ლექსენი მოწონს, ვიღაცას პეტრე მოწონს, ვიღაცას პავლე. მე მაგალითად მიმაჩნია ბოდიშვიხთი, რომ აი იმ ადამიანებს ახლა ვისაც თავისი აზრი აქვს, ალბათ შეიძლება ვიღაცამ გაიმარჯვოს, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოს, ის ჩვენი მტერი არ არის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, მე არ მინდა ესე რომ მოხდეს, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვხედავ, სხვანაირ წამს იმათ. ამიტომ უჭერ მხარს 5 ნომერს რა ვქნა. ორივე საკმაოდ პოპულარული ადამიანი საქართველოში და ორივე მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ მივიდნენ ხუთში არჩევნებზე და გააკეთონ თავიანთი არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს. ამავდროულად თქვენზე არის გარკვეული პასუხისმგებლობა. თქვენ გრძნობთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას? ну, რა თქმა უნდა, გრძნობთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ გააზრებული გქონდეს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით და სწორ ნაბიჯს ვდგავთ, იმიტომ რომ იგივე ნაბიჯი გავაკეთეთ და წინა პერიოდშიც და მე აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი და ასევე დარწმუნებული ვარ, ეხლა პასუხისმგებლობაში ბევრი რამე შეიძლება
საკითხებზე მოიაზრებოდეს, მაგრამ ეხლა არ მგონია რომ ეს იმდენად ესე ღირდეს დაუშვათ რომ არ ვიცი ალბათ დაუშვებელია ჩემთვის რომ ეხლა რა უნდა მოხდეს ეხლა ისეთი იქიდან ეხლა იმიტომ რომ ეს ადამიანია ეს რადიკალურად მე არ მგონია რომ თუ დადებითისკენ და კარგისკენ არა მიშას გულისხმობ რომ რაღაცა შეიცვალოს და ესე იგი ამდენი ხალხის იმედი არ გამართულს და თურმე ჩვენ ეხლა თქვენ ეგეთ რამე ხო აბსურდი არ მოხდება იმიტომ რომ არა რატომ შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდა გოგოს მოსწონს პუფსიკა და წავიდეს და მისცეს ხმა მის არჩევანს მის კანდიდატს გძნობთ ამ პასუხისმგებლობას თუ არა როგორ არ გძნობ და ძალიან კარგიც იქნება თუ რა თქმა უნდა მე რაღაც პატარა წვლილს შევიტან ამაში თუ ის ადამიანი დაიჯერებს იმას რომ შეიძლება ცდებოდე მაგრამ იცით რა ხდება დრო გავა ალბათ წლები გავა ჩვენ დავждდებით და კიდე ვისაუბრებთ რა ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ იყო მართალი და ვინ იყო ტყუანი შეიძლება ესეც გაირკვას დროთა განმავლობაში მაგრამ ერთმა ნუქნას რომ რაღაცნაირად ვიჩხუბოთ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ვიჩხუბოთ ხა ჩვენ არ ვიჩხუბებით და მე მგონი არავინ არ ვიჩხუბოს არა არ არსებობს ესე ჩვენ წესიერად პატიოსნად უნდა ვიმუშაოთ და ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა რომ აი ამას გულჯანაში ვიყავი ბავშვებთან მქონდა შეხვედრა სკოლის მოსწავლეთან აბსოლუტურად ისე რაღაცა ინტერესი ჰქონდათ კითხვები ასე შემდეგ და აი ეს განწყობა აქვს ზუსტად და ეს ძალიან სასიხარულოა რომ აი ამ მომავალ თაობას რომელიც ძალიან გარდამტეხი ზურგი უნდა იყოს და ნაწილი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით უკვე რომ აი სხვა აზროვნებენ დადებითად რაღაც ნათელი გონება აქვს და ძალიან პოზიტიურად და რაღაცა ის ძველი რაღაც ნემი გადმონაშთები არ არის და აი ეს განწყობა აქვს რასაც ეხლა სწორედ ჩვენ ვცდილობთ და გვინდა რომ გავაკეთოთ და ამიტომ მოუწოდებთ რომ შემოხაზონ რა ნუმერი 5-იანი დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ლექსენი და მალხაზ ფრიუშვილი ასეთი იყო 30 ნოემბერი მძერაში 22 საათზე მეორე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ბაგრატიონი. 1 იანვრამდე ბაგრატიონის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება პაატა ბურჭულაძის ფონდში იავნანა. დაეხმარე ბავშვებს ბაგრატიონთან ერთად. ბებად, ყველგან და ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სამსახურში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. წყლისა და მზის სხივების ზემოქმედებისგან თქვენი თმა კარგავს ფერს. ახალი ფრუქტის იმდგრადი ფერი ხილის აქტიური კონცენტრატით. იცავს ფერს წყლისგან. იცავს ფერს მზისგან. ახალი ფრუქტის იმდგრადი ფერი. იზრუნეშეს თავზე. გარნიე. შეღებილი თმის სრულყოფილი აღდგენისთვის ახალი ნიღაბი ფრუქტის იმდგრადი ფერი. დაიცავი თავი შიცისა და ვენერიული დაავადებებისაგან. გამოიყენე ბრიტანული პრეზერვატივი SS-ი. SS-ი უსაფრთხო სიამოვნება. განუმეორებელი ხარისხი, განუმეორებელი გემო, მინიმალური ძალის ხმევა, მაქსიმალური სიამოვნება. ჩაი მარიამი, საუკეთესო არჩევანი. Samsung-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპიუტერული კომპანია Alta. ატელფერებში. Pepsi წარმოგიდგენთ 1 დეკემბერს კლუბ Night Office-ში. თქვენთვის დაუკრავს ევროპული კლუბური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი პარიზელი DJ Fafa Monteko. ლეიბლი Hypnotic. მას წარმატებული საღამოები ჩაუტარებია კლუბებში. Pacha Ibiza-ზე, Casino Berlin-ში, Plokati München-ში. მეტი კლაბინგი, მეტი Pepsi. სიახლე ავერსის მფლობები. XL Jersey. გაინტერესებთ რის შესახებ საუბრობენ ეს ადამიანები? რკინის დეფიციტის და ანემიის შესახებ, რომელსაც ტოტემა გადაჭრის. ტოტემა არგებს ყველას, ორსულებს, სპორტსმენებს, ბავშვებს. ტოტემა ეს არის ძალა. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში PSP ჯგუფი. სარეცხი მხნელი რამესი 5 მიზეზი კარგი განწყობისთვის.
ენზიმებით გამდიდრებული ახალი ფორმულის წყალობით რამისი აცილებს პრობლემურ ლაქებსაც კი. ეს 1. ბრწყინვალე დათეთრებს და არ აზიანებს ქსოვილს. ეს 2. რამისი ახალი ანტიკოროზიული ეფექტით საიმედოდ იცავს თქვენს მანქანას. რეკომენდებულია წამყვანი ფირმების სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად. ეს 3. რამისი თეთრეულს ანიჭებს ლიმნის ნაზარომაც. ეს 4. და ბრწყინვალე ფასი. ეს 5. სარეცხი ფხნილი რამისი სისუფთავის გარანტია 5-იანზე. დაიცავი თავი შიდსისა და ვენერიული დაავადებებისაგან. გამოიყენე ბრიტანული პრეზერვატივი SS. SS უსაფრთხო სიამოვნება.